你好你好 ქართულ სკოლებში დამტკიცდება ჩინურის, როგორც მეორე ენის სტანდარტი. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ საქართველოში ჩინურის, როგორც უცხო ენის სტანდარტი ამ დრომდე არ არსებობდა და ამ იერიდან აქტიურად დაიწყება ჩინურ ენასთან დაკავშირებული სასწავლო რესურსების განვითარებაზე მუშაობა. მინისტრის განცხადების თანახმად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საქართველოში არსებული ფიზიკა-მათემატიკური სკოლების გაძლიერების მიმართულებით. მისი თქმით, აღნიშნული სკოლების ინტელექტუალური რესურსი გამოყენებული იქნება სხვა სკოლებში ფიზიკისა და მათემატიკის სწავლების გაუმჯობესებისთვის. ხედვის თანახმად, ჰუმანიტარული მიმართულების გაძლიერების მიზნით ლიტერატურისგან დამოუკიდებლად ცალკე დამტკიცდება ქართული ენის სტანდარტი, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ქართული ენის ცოდნის გაღრმავებას. აქცენტი გაკეთდება არაქართულენოვან სკოლებში ბილინგური განათლების ხელმისაწვდომობის ზრდაზე. ჰუმანიტარული განათლების ხელშეწყობა კიდევ უფრო გააღრმავებს მოსწავლეებში პატრიოტულ ღირებულებებსა და ეროვნულ ფასეულობებს. ახალი მიდგომის მიხედვით საშუალო სკოლის დონეზე ორი მიმართულება იქნება შეთავაზებული. აკადემიური მიმართულება სტუდენტებს შეეძლებათ უფრო ღრმად შეისწავლონ მათთვის საინტერესო თემები და პროფესიული ორიენტაცია. სტუდენტების სწავლას ინტეგრირებული პროგრამით გააგრძელებენ და სერტიფიკატთან ერთად მიიღებენ პროფესიულ დიპლომს. ახალი საგნობრივი სტანდარტების მიხედვით ყველა სახელმძღვანელო განახლდება და ამ პროცესში ჩაერთვებიან საგნის ექსპერტები, მასწავლებლები, ფსიქოლოგები, მშობლები და სხვა დაინტერესებული მხარეები. ეს გახდის პროცესს უფრო გამჭვირვალესა და ინკლუზიურს, ნათქვამია განცხადებაში.